გადავადგილდით ტვეთის მიმართულებით. იყო გზაში წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა. გზადაგზა ხვდებოდით გაქცეულ ხალხს, დატოვებული იარაღს და ასე შემდეგ. მივედით თამარაშინში, სადაც ძირითადი შეტევა უნდა გაგვიხორციელებია ცხინვალზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში რაც ჰქონდა დახარჯული ტყვია-წამალი და ასე შემდეგ მიგვეღო ტყვია-წამალი დავიწყეთ ტყვია-წამლის აღება. საღამოს უკვე ვიყავით ჩვენ ცხინვალის რეგიონში. მეთაურის ფრაგმენტარული ბრძანების მიღებისთანავე დავიწყეთ ცხინვალში შესვლა. ცხინვალში შევედით გზით, მარჯვენა და მარცხენა სექტორების კონტროლით კოლონაში. მე ვიყოფებოდი გადაადგილების დროს კოლონაში მარჯვნივ. და დაახლოებით 200 მეტრის ცხინვალში შესვლის 200 მეტრის შემდეგ ცხრასართულიანი კორპუსიდან გაიხსნა ცეცხლი მარჯვნიდან. მარჯვენა მხარეს ჩვენ გვფარავდა რკინა-ბეტონის ღობე. ჩვენ მხარეს მარჯვენა მხარეს იყო პირველი ლეიტენანტი ჯინჭარაძე ორ ჯარისკაცთან ერთად, შემდეგ ბატალიონის მეთაური კაპიტანი გიგავიძე, შემდეგ მე უკან უფროსი ლეიტენანტი მელია და ჯარისკაცები. ფაქტიურად ჩვენი მარჯვენა ფლანგი დაცული იყო და ვიფარავდა ეს რკინა-ბეტონის ღობე. და პირველივე ცეცხლის გახსნისთანავე ეს მოვძებნეთ საფარი. მარცხენა მხარეს უფროს ლეიტენანტ ნადარეიშვილო მოძებნა საფარი ერთადერთი კაკლის ხეიდია. დაახლოებით 15 მეტრში იყო ავტოგასამართსადგური და მის წინ იდგა ზილის მარკის ავტომობილი, სატვირთო ავტომობილი. და რადგან უფროს ლეიტენანტ ნატროშვილს და მის მეკავშირეს არ ჰქონდა იქ ახლომახლოს საფარი, უკან დაიხიეს და შევიდნენ ამ ავტოგასამართსადგურში. უფროს ლეიტენანტ ნადარეიშვილზე მიდიოდა ეს მძიმე ცეცხლი. ვხედავდი ჩემი თვალით როგორ ჩამოუგდეს უფროს ლეიტენანტ ნადარეიშვილის ხელყუმბარა, რგდ 5-ის ტიპის ხელყუმბარა. კვამლის ავარდნის შემდეგ ნადარეიშვილი უცებ თვალთახედიდან დაიგარგა, მაგრამ რამოდენიმე წამის შემდეგ ისევ წამოდგა, ხეს მოეფარებოდა და ხელით გვაჩვენა, რომ ცოცხალი იყო და ყველაფერი კარგად იყო და გააგრძელა ცეცხლის წარმოება მოწინააღმდეგის მიმართულებით. უფროს ლეიტენანტ ნადარეიშვილი იყო პროფესიით სამხედრო წოდება ჰქონდა, უბრალოდ დავალებული ჰქონდა ბატალიონიდან და დანიშნული იყო იურისტის თანამდებობაზე. და წინ თვითონ პიროვნება იყო ისეთი, რომ შეუპოვრად მიდიოდა უშიშრად და მაგალითს აძლევდა ჯარისკაცებს. მათზე წლოვანებით პატარებს, როგორ უნდა ებრძოლათ, რომ წინ არაფერი არ ხდებოდა, საშიში არაფერი არ იყო და мотивაციას უნავდა. შემდეგ RPG 7-ის ჭურვი ესროლეს უფროს ლეიტენანტ ნადარეიშვილს და იმის მერე თვალით აღარ მინახია. უცებ აღარ ჩანდა საერთოდ. ამ დროს კალონკასთან შეფარებულ საფარად იყენებდა ავტოგასამართსადგურთან უფროს ლეიტენანტ ნატრიშვილი და ვეძახდი, იმიტომ რომ კავშირი სუსტი იყო და რადიოსადგურზე ვერ ვაგონებდი. ვეძახდი, რომ RPG 7-ები გამოეყენებინა მოწინააღმდეგის მიმართულებით, მაგრამ არ ეცმოდა. და ამ რამოდენიმე დაძახების შემდეგ მივხვდი, რომ აზრი არ ქონდა ყვირის ოძახილს და ხელით ვაჩვენებდი, რომ გამოეყენებინა ბომბარდირებას. მაგრამ ჩვენ დასაუბედროთ ამ დროს მთელი ეს ბენზოგასამართსადგური დაახლოებით 2 ჭურვით, 2000 ხელით აფეთქდა და ხედავით როგორ წნევამ როგორ გამოყარა დაჭრილები.